მუშაობს თქვენთვის 4 საათში რაბათი ოფიციალურად გაიხსნება სიმაგრე ძველ დიდებას იბრუნებს. მე-13 საუკუნის ციხე-ქალაქი თითქმის 7 ჰექტარზეა გაშენებული. ისტორიული შენობები, რომელმაც დროს გაუძლო აღადგინეს, ის კი რაც ისტორიამ წაშალა თავიდან ააშენეს. ჯაყელების საგვარეულო რეზიდენციის დასათვალიერებლად ერთი დღე არ გეყოფათ. აღმოსავლური და ქართული არქიტექტურის სინთეზი და თანამედროვეობასთან შერწყმული საუკუნეების წინანდელი მემკვიდრეობა გასაოცარ სანახაობას ქმნის. ახალციხის ისტორია სწორედ რაბათში იწერებოდა. წლების შემდეგ კომუნისტური კვალიამ შენობებსაც დაეტყო. ციხე გაპარტახდა და ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობები გამოჩნდა. არქიტექტორებმა დღე და ღამე ერთმანეთს გაუსწორეს და რაბათის ისტორიული იერსახის თანამედროვე მაკეტი უმოკლეს ვადაში შექმნეს. შემდეგ რამდენიმე საბჭოთა პერიოდში დაშენებული უსახური შენობა მოანგრიეს და რაბათის რეკონსტრუქციაც დაეწყო. გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 კომპანიის მონაწილეობით მიმდინარეობდა. სარესტავრაციო საქმეებში ჩართული იყო კულტურული მემკვიდრეობის ფონდი. თანამედროვე რაბათში თქვენ შეხვდებით ამფითეატრებს, სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებს, სასეირნო ბილიკებს, სავაჭრო დახლებს და საგამოფენო სივრცეებს. კარიბჭიდან ხელმარცხნივ გაკეთდა მარანიც. დასრულდა თუ არა უკვე სამზადისი ამ თემაზე ახლა ქრონიკის ღია ეთერში საუბარს რაბათიდან უკვე ლიკა ბერაია გააგრძელებს. სამზადისი ამ წუთებშიც მიმდინარეობს და სულ მალე დასრულდება, ვინაიდან რამდენიმე საათი რჩება რაბათის ციხის საზეიმო გახსნამდე. ეს არის ისტორიული კომპლექსი, რომელიც არის ტოლერანტობის სიმბოლო, ვინაიდან აქ ერთ ტერიტორიაზეა როგორც მეჩეთი და სინაგოგა, ასევე მართლმადიდებლური ეკლესია და სწორედ რესტავრაცია ჩაუტარდა ციტადელს, მინარეთს, მეჩეთს, ასევე მართლმადიდებლურ ეკლესიას და გარდა იმისა, რომ ძველი ისტორიული იერსახე დაიბრუნა რაბათის კომპლექსმა, ასევე ჯაყელების სასახლე ჩაუტარდა რესტავრაცია, აქ არის ახალი ობიექტებიც, მათ შორის არის სიყვარულის ხეივანი, ასევე გაკეთდა ამფითეატრი, უამრავი აუზი, ღია აუზი და შადრევანი, ასევე მუშაობა დაიწყო კაფეებმა და რესტორნებმა სწორედ კომპლექსის ტერიტორიაზე და დღეს დილიდან უამრავი დამთვალიერებელი მოვიდა რაბათის განახლებულ ციხეზე, როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელი ტურისტები და ამ კომპლექსის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ამ ციხის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი იქნება ასევე ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც. საქართველოს ძალიან მომეწონა, ჯერ ერთი კვირა სვანეთში გავატარეთ, შემდეგ ვარძიაში ვიყავით. თმოგვის ციხე ვნახეთ და ძალიან მოგვეწონა. საქართველოში ძალიან სტუმართ მოყვარე ხალხია და გემრიელი საჭმელი და ღვინო გაქვთ. ვარძიიდან თბილისში მოვდიოდით და გზაზე ეს ციხე ვნახეთ, ძალიან მოგვეწონა და ამ სილამაზის ახლოდან დანახვა მოგვინდა. ამისთანავ მშენებლობა ახლა რომ მიდის ახალციხეში არ გვახსოვს უკვე 70 წელიწადს ვარ. და განსაკუთრებით ახალციხის მშენებლობა ეს არის ოცნების ახდენა. ამას ვერ წარმოიდგენდა ვერც ერთი ჩვენი მოქალაქე, ვერც რაიონელი და ვერც ქართველი კაცი, რომ ამ ხელა გრანდიოზული მშენებლობა დასრულიყო და ამ ერთი წლის განმავლობაში, ერთი წელიც არა დამთავრდა და გადახედეთ რა ამბავი ხდება, რა დონეზე ავიდა ესა. ეს არის საუკუნის, ნამდვილად საუკუნის მშენებლობა. ჩვენ ყოველდღიურად უკვე დღეისათვის ძალზე ბევრი მნახველი ყავს, 1000-მდე ადამიანი მოდის ყოველდღიურად ნახულობს ამ ციხეს და შესაბამისად ეს ჩვენი რაიონისათვის სოციალურ-ეკონომიკურ გაუმჯობესებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ასევე მინდა ვთქვა, რომ ამ ციხეზე უკვე დასაქმებულია 300-400 ადამიანამდე უკვე დასაქმდება და ეს უკვე რა თქმა უნდა ძალზე კარგია. რაბათის ციხე სულ მალე საზეიმოდ გაიხსნება და ამ გახსნის ცერემონიალზე ფრანგული შანსონიების შემსრულებელი, ცნობილი შემსრულებელი შარლ აზნაურიც გამართავს კონცერტს. ამ კონცერტის სამზადისი დილიდან მიმდინარეობს, უკვე დამონტაჟებულია სცენა და ცნობილია, რომ საათნახევარიანი კონცერტი ექნება შარლ აზნაურს. უკვე რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე მზად არის ის აპარტამენტები, სადაც უნდა განთავსდეს მუსიკოსი კონცერტის დაწყებამდე, ასევე მუსიკოსთა ჯგუფის ოთახებიც არის გამზადებული. ცნობილია, რომ კონცერტი საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება და შარლ აზნაური, რომელიც წარმოშობით სწორედ ახალციხიდან არის, თავის მშობლიურ მხარეში პირველ კონცერტს გამართავს და ყველა ცნობილ სიმღერას შეასრულებს ამ კონცერტზე. კონცერტი, ალბათ ყველაფერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ შარლ აზნაური აქედან არის, აქ დაიბადა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მეორე მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ბექა გოჩიაშვილი ხსნის ამ კონცერტს. ესეც რაღაცა სრულიად ახალგაზრდა ვარსკვლავი და მერე მაესტრო, რომელიც ამდენი წელია არის სულ სიმაღლეებზე და არის ნამდვილად ვარსკვლავი. კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ
ეს ვარსკვლავი გახსნილი იყო. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი, იმიტომ რომ შარლ აზნაური ადამიანი არის, რომელიც ღირსია, რომ აი აქ ახალ ციხეში რაბატთან კონდეს ვარსკვლავი. ეს არის შარლ აზნაურის ოთახი, მოსასვენებელი. ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს მისთვის, ანუ მოთხოვნისამებრ ვახვედრებთ ყველაფერს და ასევე ქართული მასპინძლობით ხვდებით. ეს არის მანდილოსანი მუსიკოსებისთვის განკუთვნილი ოთახი, სადაც ისინი მოისვენებენ. არის ყველანაირი პირობა იმისთვის, ანუ გამოსაცვლელი ოთახებია. გაუკეთეთ სპეციალურად მოგთხოვეს მაკიაჟისთვის სარკე, ანუ გვერდით გვაქვს უკვე ასე ვთქვათ კეტერინგი გაკეთებული მათთვის და რა ვიცი, ყველანაირად მზად ვართ ჩვენ მემზადებით მათ ჩამოსვლისთვის. არის რამოდენიმე სხვადასხვა სცენა დამონტაჟებული. მე ვიქნები ასე ვთქვათ კლასიკური მუსიკის წარმომადგენელი, შესრულება რამოდენიმე სოლო საფორტეპიანო ნაწარმოები, ასევე მარიამ რონიშვილი და ლაშა სესიტაშვილი შეასრულებენ საოპერო არიებს. შემდეგ უკვე იქნება ბექა გოჩიაშვილის კონცერტი უკვე მეორე სცენაზე, სადაც გააგრძელებს და დახურავს საღამოს შარლ აზნაური. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ, ძალიან მომწონს აქაურობა, იმედია რომ ყველა ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებს დღევანდელი ასეთი განსაკუთრებული ივენთისგან. დიახ, დღევანდელი კონცერტის შემდეგ ფრანგული სიმღერის ცოცხალ ლეგენდას შარლ აზნაურს ვარსკვლავსაც გაუხსნიან სწორედ რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე. დღეს დაასრულებს საზეიმო ფეერვერკი და ასევე დღევანდელი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ამოქმედდება ქორწინების სახლი, სადაც დღეს პირველი წყვილი სიმბოლურად ხელს მოაწერს. რაბათის ციხიდან ქრონიკის ღია ეთერში ლიკა ბერაია საუბრობდა.